რა მიზანს ემსახურებოდა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ეს განცხადება. ჯერ შევთანხმდეთ შემდეგზე, რომ ბატონი კობახიძე ყოველთვის ახმოვანებს ბატონ ივანიშვილს, ხო? ბატონი კობახიძე არ არის იმდენად გულუბრყვილო, მსგავსი განცხადებებით, გასული გონია რომ არის გულუბრყვილო, არის უაზრო განცხადებების კეთებით გამორჩეული ადამიანი, მაგრამ იგი არც ერთ განცხადებას არ აკეთებს ივანიშვილთან შეუთანხმებლად, ხო? პირდაპირ დღეს მათ გითხრეს, რომ ჩვენ ვაპირებთ ლუკაშენკოს გზას დავადგეთ, ანუ სახელმწიფო დაადგეს ლუკაშენკოს გზას, სადაც არჩევნები არათუ არ ჩატარდება, ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება უნდა აეგზავნოს ოპოზიციურ პარტიებს, ამ შემთხვევაში მთავარ ოპოზიციურ პარტიას. იქ სადაც მთავარ ოპოზიციურ პარტიას ემუქრება გაუქმებით და ეს გვესმის პრინციპში ჩვენ უკვე მრავალი წელიწადია წარმოიდგინეთ ეხა რა განზრახვები შეიძლება გქონდეს სხვა პარტიებთან მიმართებაში, რომელიც არ ეთანხმებია ბიძინა ივანიშვილს აი ამ ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებში და არიან ბოიკოტის რეჟიმში. ეს ერთი, მეორე ეს მეორე რეალურად დღეს ბიძინა ივანიშვილმა აშრიალა ასევე ფული, ხო? უკვე საჯაროდ. და თქვა, რომ ვინც შემოვხვალ პარლამენტში მოგცემთ ფულს, ვინც არ შემოვხვალ პარლამენტში არ მოგცემთ ფულს. ანუ რეალურად ეს არის მოსყიდვა, ხო? უკვე ღიად ეციანთადება გაკეთდა. ამ ყველაფრის ფონზე მე ვფიქრობ, ნებისმიერი სუბიექტი, ნებისმიერი პოლიტიკოსი, ვინც 11 დეკემბერს მონაწილეობას მიიღებს ეგრეთ წოდებულ საპარლამენტო მასკარადში, ბუნებრივია ის ვეღარ იქნება ოპოზიციონერი და ვეღარ იქნება დეპუტატი, ის იქნება ბიძინა ივანიშვილის მიერ ნაყიდი. ვინც არ უნდა იყოს, მე ვიქნები ეს თუ სხვაზე რო არ ვისაუბრო. ძალიან კაფიო ხაზი გაავლო, ვინც განცხადებას დაწერთ, მას კენს უყრით და უფლებამოსილებას შეუწყვეთ და ვინც არ დაწერთ, ის იქნება ჩემი თამაშის მონაწილე. თქვენი აზრით წამოეგება ამას რომელიმე პარტია, როდესაც ოპოზიციონერებზე საუბრობთ ნაციონალებად და ფუნქციონალებად გიორგი ვაშაძეც გამავლობაში ბატონო გიორგი ვაშაძისგანაც მოვისმინეთ ამ შინაარსის ტერმინები ნაციონალი და ფუნქციონალი და აი მისგანაც თუ ელოდებით და სხვა პარტიებისგან რომლებიც შესაძლოა წამოეგება. ჩვენ გვავიწყდება არც თუ ისე იშვიათად უკანასკნელ დღეებში მთავარი ხალხი ის ვისაც წარმოვადგეთ ჩვენ მოლაპარაკებებში, ის ვის გამოდაც ვიბრძვით, ჩვენ ცალკე აღებული პოლიტიკოსი არაფერს არ წარმოვადგენს ხალხის გარეშე, მათი ხარდაჭერის გარეშე. რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს შორის აი ამ კინკლაობას, რომელიც გუშინ და დღესაც გრძელდება, ისრების გადატანას აქვს ადგილი, მათ შორის გიგა ბოკერიას მისამართით, გიგი უგოლოს მისამართით, არ ვიცი გუშინ უადგილოდ გაიჟღერა საერთოდ ნაციონალური მოძრაობის როგორც ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე და ლანდშაფტზე რაღაცა ჰეგემონიამ. რა შუაშია? ჩვენ მე მგონი დაგვავიწყო, ვიღაცებს ხوار დაავიწყო და ამაზე მექნება მე დღეს აქ საუბარი, რა თქმა უნდა. რატომ ვიკრიბებით აქ ლეიბორისტული პარტიის ოფისში და სხვა ოფისებში? რატომ ვიკრიბებით? იმიტომ ხომ არა, რომ ყველამ ერთად გავაპროტესტეთ უსამართლო არჩევნები, ან არჩევნები, რომელიც არ ჩატარდა. ვინმე შეიცვალა დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, ჩვენ აქ არ შევრიგებულ ვართ, ხო, როგორც პოლიტიკური ოპოზიციური პარტიები განსხვავებული აზრები გვაქვს. ჩვენ მოვრიგდით რომ თავარზე, რომ ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარდა და ამიტომ მნიშვნელოვანია რომ არჩევნები ჩატარდეს. და ამ ყველაფრის თაობაზე ჩვენ საუბრობთ რუსთაველის გამზირზე. ამიტომ პასუხს მოთხოვთ მას თუ რა? ამიტომ რა შუაშია საერთოდ აქ კონკურენცია ოპოზიციურ პარტიებს შორის, იმის ბრალია, ან ვიღაცის შანტაჟი ექვემდებარება და ასე შემდეგ. ანუ ამას ვინც ამბობს, რას უშვებს, რომ ესე იგი არჩევნები ჩატარდა, აღარაა პრეტენზია უსამართლოდ ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, ან საერთოდ რო არ ჩატარდა არჩევნები 31 ოქტომბერს გაუგებარია უბრალოდ. ეხლა თუ ვინმე საბაბს ეძებს იმისათვის, რომ პარლამენტში შევიდეს და იქნება ერთი ოპოზიციონერი და ერთი ოპოზიციური პარტია თუ ორი ოპოზიციური პარტია ნაკლები ოპოზიციურ ველზე, რა პრობლემა არის? რა პრობლემაა? ნებისმიერ ადამიანზე, აი დღეს მას უნდა შეახსენოთ, რომ ოპოზიციური ერთობა მნიშვნელოვანია თუ პასუხი მოთხოვა თუ აი რა მე არაერთი ეთერის მეშვეობით გამიკეთებია განცხადება, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც ხელს შეუწყობს ერთობის მორღვევას, ყველანაირად დაუპირისპირდები, ბუნებრივია პოლიტიკურად დაუპირისპირდები, ხო? იმიტომ რომ ახლა იმისი გარჩევა რო იცით რა რაღაცა მესამე ძალა უნდა არჩევნები გვაქვს, სად მივდივართ?
რომელ მესამე ძალაზე, მეორე ძალაზე, ან ვინს შანტაჟზე დაქვემდებარებაზეა საუბარი. საერთოდ ეს რა შუაშია? და კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ვინმე სჭირდება საბაბი, რომ საკუთარი თავი ანუგეშოს და აღიჭროს რაღაცა არგუმენტი და პლატფორმა შეიქმნას, რომ გაიმართოს თავი თუნდაც 2 ან 3 ადამიანთან და იმიტომ შევედი პარლამენტში, რომ აი ეს ხდება, თქვან პირდაპირ და არ არის პრობლემა, ნებისმიერი ადამიანი ვინც შევა ბიძინა ივანიშვილის აი ეგრეთ წოდებულ პარლამენტში ის აღარ იქნება ზუსტად რამდენიმე წუთში არც ოპოზიციონერი და არც პოლიტიკოსი. დიდი მადლობა.